Привет, а я ხდადი. Აშუები შეკაცო, აიყვანე ჰაერში. არ დავდგი აქა, მაგრამ არა ჩამხარ. ცოტა შინველი. კარავ ჩანო. როგორ ხართ? ой, მე გამივარ და რა შუებით? რა ხდება? როგორ ახართ, რა ხდება? ჩირი გვაქვს ხალხნო. რაღაც. როგორ რაღაცის? სხლის ან ვაშილის, სხლის, თუ ვაშილის, რა ვიცი. ვაშილის გამოვკუფრო. დეიდა ჩემები, ოღონდ მაშინ სტუმრები მყავენ, მე გამოვიტანა. ასე იცის, მოხიკავს. ყველაფერს, თუ რამე აქვს სახლიდან და წამოიღებს. გარედან, სახლიდან, რა ვიცი. ხო, თუ რამე აქვს მოაკ. შიგნო მაღაზიიდან იმიდან. ხო. თუ რამე მოგვიხიკავს. მაღაზიაში ახლა მე ვარ წასასვლელი. მოგვიხიკავს ყველაფერს და მოგვივა. ელბედი უნდა წამოვიდო. ისე წონის იყიდე დედა. წონის აღარ არის. არა? არ არის წონის. 20 წელი იყიდე. 3, 2. არა ჟანი თუ იქნა წამოიღე. ოღონდ 1 წელი ნუ მოგა, 2 წამოიღე. პატარები რო არის. და ისა მაღაზიიდან რამე რომეს მოხიკავს და მოიტანს. ორივე. ო. ხო. მესამედეია ჯანდარაში ცხოვრობს. ახალი წლისთვის ამოვიდა, იმხელა ტორტია მოგვიტანა. იმხელა ტორტი იყო, უხოლებელი. მოხიკავენ და მოდიან. მე ცუდად ვიყავი ვერ ჭამე. მე უთხოს ვჭამე. ვერ ჭამე. მესამე დღეს ვჭამე, იმხელა იყო შეკაცურა. მესამე დღეს ჭამე. მესამე დღეს ცოტა უკეთ ვიყავი. იმედია წელსაც ეგრე არ მოხდება. ძველი თახალწესკენში. ძველი თახალწეს ლუდმა მომწამლა მგონი. ისა იღე ხარა, რა მედია იღე რა. რა. მე გადავაგდე. არიქა დამიბრიკა. რა არის? არ გინდა. არა. დამიბრია კბილები და ჯანდაბა არის ეგა. არ არის მაგარი. ვერ შევჭამ. არ მიყვარს ჩირეული, მირეული არ მიყვარს. იმის ჩილია იკაი. რისი? არ მიყვარს უნდა ჭამ. რისი? რა ქვია? კივის, ვეღარ მოვიგონი. კივის ჩირი რა ნაიდი, სადღა გაგიწური, ნაჭავიღა. სადა? ონას დიდა მოიტანა ეს დღე. მე არ მაქვს ნაჭამი რა მოიტანა, არ მაქვს ნაჭამი მიიღა. არეული იყო ჩირებში, დედა. არ მაქვს ნაჭამი. კივის ის არ მაქვს ნაჭამი. მე მაგ. მე არა. სადღაც მაგ ნაჭამი, ნაზუ დიდი სარ მოგდანი, სადღაც მაგ. მე არ მაქვს ნაჭამი, თორე მექნებოდა. არ მაქვს ნაჭამი მაგის ჩირი. მაგრამ იცი რა არის? გამოფშრალი არის ისე გამოფინიკები. ხო, აბრა. სადღაც მაგ ნაჭამი, სადუჭამი აღარ მახსოვს. სადმე იქნებოდი ვინმე სასტუმრად და? გონი ნონასთან. გონი. არა. გონი. რა ვიცი სადმე იქნებოდი. არა, სადღაც მაგ ნაჭამი და კაი, გებრიელი კი იყო, კაი, მომიწონა მე და მე რა ვიცი ზოგს არ მოიწონა. რა არის? ეს ნამიტანი თხლად არ დაჭერე, ცოტა სქელი უნდა იყოს. იმის ჩირი მიყვარს მე რა ქვია. ჭერმის ნაირი როა, ჭერამი არა და მეორე როა. კარგალი? ხო. და ვიყიდოთ ეგა. რა? სასარგებლოა. რა? კარგლის ჩირი. ყურა გასადიდი ახიან? თხილი ეგა გაატარო ორივე კაკალი. რა ბოჭი? ყურაგა ეგა. და
თაფშუნაურიო დედა და ყოველ დილაზე შეჭამო უზმოზე. მე იცი რა გემრიელია? იმის ისინი რა ქვია ფიტნეს ბურთები ფიტნეს ბურთებს ეძახიან ფიტნეს ბურთები ვითაკეთებენ რაღაცა ყრიკაცო აგე არის და მე დრაკმილებიო და ჭამს ისე ეს ხოთაშორს ძალიან კარგი არის იცი ეს ჩემი კბილი კიდე ინახავს just ინახავს ინახავს საჭმეს რავი რომ მოგშივდეს არ იყოს სახლში საჭმელი და ხო უნდა ჭამო მე ზოგი სიარ გავფინკებული რომ გამოცლილი აქვს მაგ ჩის ყველაფერი არის კურაგაკაი აი მე ახლა ჩამივარ ნახოთ ფული ვარგვი ფული არა ის კიდე ეგროები შეიძლება ჯიბიდან მივარ და ყველგან ის მიყრია რა ქვია ხუმდები და ჩემ ჩანთაში სულ არის ხურდები არის კიდე ეხლა აღარა გამოცალე დაგოროდება კიდე მალე გროვდება კარგი ხელზე გამოწერილი რა ეგ ჩანთა მეორე მწონე ჩანთა რომ აქვს იმაში ხურდები ეყარა მის დღემში თავის დღენის ხურდები ეყარა კაი ხელზე მაქვს ეგეც ნაყიდი და ისიც გამოწერილი თივუდან და ბარაკი ჩანთა ჩამოვიდა რა ხრობა ხდება აი დაჭამეთ ერთმანეთი რა შეიძლება თქვა ხელა ტერიტორიას აი მოძალადე მამალია ჩვენ მამალი ლეჩემს ერჩის რა პინდევაო მე არა არც მე ბებო არ მოწონს არა ვასებია ჩვენ მამას ბებო იქით ტელეფონშია შესული სკროლავს კროლავს ო აუ კროლო აუ სკროლო არის იზახი და აუ კროლო ახლა მე გავაკეთე დღეს თავი გავტრუსე ღორის ფეხები აბა ჩემთან ხوار გატრუსავდი ჩლინკები რამე რუმე დავაჭერი მივაჭერი ჩლიქნები მაცივაში ძლივშეპტენე და ჩლიქნული ის ღორი თითი რო გინდოდეს ჩვენ მაცივაში შეყოფა ვერ შეყო რო დაიწვა და შეყო თითი გასაგრილება ვერიზა ბერი რამეა ფილეები მე ამდენია ხო მართლა ხელფას რო ავიღებ ის მინდა გავაკეთე თუ რა ქვია ჩემი საფილმო სალათი ისევე ფილე რამდენი ფილეებია იცი ქათამს რომ მოვიყვან რომელიც მომეწონება ფილე აი ისი გურგვამი რომელსაც კარგია მოვაცლი ხოლმე ო მე არ ავყიდულობ რომელსაც მოსული გული აქვს მე ფილეს არ ავყიდულობ ხშირად რა შაშან ვიყიდე არ მგონი არა შაშანად გინდა ვერ ავჭამე აბა მაგარი ცუდად ვიყავი კიდე ვიყიდი და შევყარი კიდე რომ მოიყვანს ქათმებს კიდე მოვაჭრი 4 ფილე იქნება მე აქედან მოვიყვანთ მე იქიდან მოიყვანს მე იქიდან და იმდენი ფილე იქნება რომ ეს ფილე მინდა ახლა მე რო გავაკეთო მაგდენი რაც გინდა შვილობი რამდენი ისა ბერი არის ცოტა ბლომად მინდა გავუკეთო ო ვარი ო კარტოფილი გინდა სყი აი მეტი და კარტოფილი მინდა ყიდვა მე შოკე კარტოფილი ეს მე ფქვილი გინდა ყიდვა ვიყიდოთ ფქვილი ხო ხო ახალწლისთვის რო პორცია არ დავუშვიდეს
ვიყიდოთ თლიანად ზამთარში რო გვეყოს. მე შოკი. ხანდახან იცი ხარ ხო? ხანდახან შემოგვაყალდება ისა რა ქვია. ხანდახან იმდენი ფული მოვა, ერთმანეთს წავიღოთ აღარ. ხანდახან გაგკლება. ხანდახან გაქრება კი არა ხალხო. ფეირი თქვენთანაც ესე მალე თავდება თუ აკაც ჩვენთან მარტო. არის არსად იცით ბაკით სადმე არ იყიდება ფეირი რომ ვიყიდო და დავდო საქმე. დავიღალე ვიყიდი გათავებულია. ვიყიდი გათავებული. ერთი კვირა არ ყოფნის ეს ფეირი. ცოტა გადაასხშეთ კიდე იყო ცოტა ცხიმიანი. მე ისე ხონდა დაისვლა რომ რას ცხიმიანი ყავდა მარტაულმა. აბა ყოველ წუთას ფეირი აღარა მაქვს ფეირი აღარა მაქვს დავიყალე. ვიყიდი ამ ფეირს აღარა ვიყიდი აღარა ბაკი და სად არის რომ დაუდგა. ბაკიც არ მეყოფა. ხო არ იყიდება სადმე ბაკით რომ ეს სამი ბაკი მაინც ვიყიდო რომ ცოტა ხანი მაინც ეყოლოს. მაინც არ ეყოფა ერთი თუ არ ეყოფა. ხარც ერთი თუ ეყოფნის ის არა ქვია. ფეირი. ლაკაცინებს. ვაიმე. ერთი სამი ბაკი ფეირი და სამი ბაკი შამპუნი მინდა. შამპუნიც აღარ მყოფნის. აი, ვაიმე. რას არიწვის ხარხნო ვაიმე. ამის ისა ენა რა. აბა დავიღალე რა. ფეირი აღარ არის. რაღაც იმას აშვები რეცხავამდე ჭურჭელს. მე ნუ ჭამდაღარ გავ. მაგარ უნდა გაიწყო ჭამოთ ჩავალაგოთ რა. ეჯერადი ისინი უნდა ვიყიდო ყველაფერი. ჩანგლებიც, კოუზებიც და ისინიც რა ქვია. თასებიც კიდე. ფეირი დაიზოგება. მაგრამ ხათა შორის ფეირი თხელებსაც ვიბა. თან იმდეს ჩამოვასხა ხოლმე. ჭერდა. კარგად რო გავიქაფო. ბაკი თუ საიდან არის მოიგონე ბაკი? ბაკით არ არის სადმე, ბაკით შეიძლება იყოს, როგორ არა იქნება. ავზით ხო, ბაკი ავზია, ერთი და იგივეა ხო გაიგეთ და. ახლა უწუპუწუ ლაპარაკი არ გვინდა. უწუპუწუ ლაპარაკი. მაისიც არ გეყოფა წყალივით რო ათლიშინებთ ბაკი და ეს ბაკი წყალი არ ყოფნიდა. რა რო ყოფნიდა კაცო? ბაკი. კაცოია. ის უფრო ეკონომიურია ადრე მამა პაპური ისინი რო იყიდებოდა. ადრე ჟელეები, მწვანე. მწვანე ჟელეები რო იყიდებოდა. რატო? აღარ არის. მე რა ვიცი. არა ცლის არაფერს, და ყველაფერი უნდა შეიძლება. როგორ არა ცლის, შენც კიდე იქ უფრო კარგია ვიდრე ისა. ფაირიო თუ ფეირიო თუ აღარ ჯანდაბა. გიორგი რა უნდა გქნობა? აბა ცხიმიანი ჭოჭის სხვა შევარა. ხო. რას? მე ხომ ვარცხმიანი ეს ვედა დაიწყაროს. ახლა უნდა. ვაიმე. კაბეთითა. შეალაგი გასარეცხი. ხო, ახლა გასარეცხი რომ მოფორდება. და ფორიანზე ჭამე რა კაი იქნება. კარგი იქნება, გემრიელი იქნება უფრო. საჭმელს გააგემრიელებს. ახალი ინგრედიენტი. ახლა ვიღაცა მაღაზია თუ დაიჯერა. ახე მერე. ახე
ნახე ვიღაცა ტვინა გრძობმა თუ დაიჯერა. რამდენი ტვინა გრძობი შემოდის რაიმე. აღარ შეგვიძლია ამდენი ბლოკვა. დავიღალე უკვე. ტვინა გრძობებით დავიღალე უკვე. ვიღაცამ ხო და გითხრა ის არის დაბლოკაო და დავიღალეთ აღარ შეგვიძლია. არ დაბლოკე ისა. ვის არ არის ჰეიტერი კაცო. ზოგი იძახის მოჩლაჩულიო, ზოგი მიჩლაჩულიო. ახლა ფეილზე შემოგვივარდები. ნუ ხარჯა მაგდესო. დადგინდა მაგდენი ფეილის დახარჯვაო. ან კიდე ფეილს უშლიო. აბა ფულს ხარჯაო. ფეილში ყოველ დღე, ყოველ წუთას. ვაი მე ის იყო მაგარი მაშინ სალათი რო გავაკეთე და ქალივით ჭრი კარტოფილსო. ირანეია. მე რა ვიცი ქალივით დაჭრა რანაირია. აბა კაცები როგორ ჭრიან გამაგიბინეთ. ქალივით დაჭრა რანაირია. დანა აბა კაცები როგორ ჭრიან დანით არა ჭრიან? თუ დრუჟბა უჭირავთ და ისე ჭრიან კარტოფილს. აი და რა ხავქნა. საზამთრო ხელით არ უნდა დაჭრაო, ამან ქალივით დაჭრიო. ვერ ახსენე ეგ ფენომენი ხალხნო. ამდენი გამოშტერებული თუ იყო, არ ვიცოდი. მართლა არ ვიცოდი ოღონდ. ყველა ჩემთვის როგორ მოიცალა, ვისაც ფეხი აუწდა ყველა ყველამ ჩემ არხზე გაადინა ზღარტარი. ვისაც ფეხი აუწდება, ყველა ჩემთან რომ მოდის ეგრე რა პონტია ვერ გავიგე. ყველა ხელი რო აუწდება ფეხი არა. ახლა ხელი. არა უბრალოდ იცი რა არის. არ შეიძლება. შეიძლება ჰეიტერი ყავდეს ელევატორი კრიტიკას აი ხო, ჰეიტერი შეიძლება ყავდეს, კი ბატონო, სოციალურ ქსელში ხარ, მაგრამ ესე რომ და იმას კიდე რა ქვია, ჯანსაღ კრიტიკას და არა ჯანსაღ კრიტიკას და ადეკვატურ რჩევას და არა ადეკვატურ რჩევას ძალიან კარგად ვარჩევ. და ძალიანაც კარგად ვარჩევ, ვინ როგორი იმით შემოდის. ტონით. ის არა, აი კომენტარს რო ტონი ეტყობა. მილიონი ხალხია რა ვიცი მე ტრილიონი უყურებს და ღმერთი მაიცის ახლა ვინ როგორი. როგორ დავიღალე ვერ წარმოიდგენთ ხალხო ბლოკვით. ამის მერე არც დავბლოკავ და არც არაფერი. აღარ დაბლოკავ. ამის მერე ცოტა ხანში ისე გამაკეთებინებენ ესენ რომ არ დავბლოკავ და საჯაროდ გამოვდებ ყველას. ყველას იცნობდეთ. უცბად თქვენთანაც რომ სადმე რომ შეგხვდეთ დაიმახსოვრეთ. რო ეს არის, კონკრეტულად ის არის. ეტყვი რამეს და არ ესმით, აზრი არ აქვს. ძაღლის ყბა რო გამოიბა, ადამიანმა აზრი არ აქვს, ვერ გააგებინებ მაინც და. არა, უბრალოდ შეიძლება. ჯანსაღი კრიტიკას ყველაფერი სჯობია. ჯანსაღი კრიტიკა გამიგონია ჯანსაღი კრიტიკა. და აღარც ჯანსაღი კრიტიკა აღარ უნდა მისცი ადამიანს ისეთი დრო. სეთოთ ყველამ რო საკუთარ თავებს მიუხედოთ და საკუთარ ცხოვრებას უკეთესი იქნება და სხვის ცხოვრებაში არ ჩავერიოთ. ეგ იქნება ძალიან უკეთესი. ჩვენც ბედნიერები ვიქნებით და სხვაც ბედნიერი იქნება. ბედნიერი. ძნელია ყველაფერი. მოკლედ და სხვათა შორის ამ TikTok-მა ეს YouTube ძალიან მოაკოჭრა. ქართული YouTube ძალიან მოაკოჭრა. TikTok-ზე გადავიდა მთელი ხალხი.
გადავიდა და იმიტომ გადავიდა რომ გარყვნილება უყვართ დედა. გარყვნილების ბუდეა TikTok-ი, მეტი კი არაფერი. და ვინც მართლა ის არის რა ქვია, კარგად ვისაც არ უყვარს ეგეთი რაღაცები, კი ვართ აგერ. 4000 რაღაცა. მე პირადად TikTok-ს ვიდეოების იმას და თვალების დაწყვეტას მეჩვენია რომ იმას უყურო რა ქვია YouTube-ს. YouTube-ს ვიღაცა. YouTube-ს ვრცელი ვიდეოც იქნება. და ვლოგებს რო იმას აშვებია რა ქვია. დებენ ხოლმე იმაში TikTok-ში. ეხლა იმ ვლოგს როდის მეორე ნაწილს დადებს, უნდა ველოდო იმას. მოდი რა. რაღაცა დამაინტერესებს შუაზე უნდა გაწყდეს, ხლა ელოდე მეორე ნაწილს როდის დადებს. ხო და არა, ვლოგი ჯობია. ის ჯობია. ვრცელი ის ვიდეო ჯობია TikTok-ის ვიდეოს. TikTok-ი არის სისულელი. TikTok-ის ფორმატი არის გართობა უბრალოდ. გასართობი ვიდეოების დადება, არა თუ იმების რა ქვია, ვლოგების და იმების. მაგრამ ქართველებმა კი სხვანაირად გამოიყენებს. არ ვიცი. რა ფენომენია, რა მდგომარეობა ვერ ახსენი ხალხო, არ ვიცი. არა, სხვათა შორის მოიკოჭლა, იცი. ერთი იმითი უცბად ანახულობდი ის რა ქვია. ადიოდა იმ. ადიოდა, დავდებდი თუ არა ვიდეოს უცბად ადიოდა 200-300 ნახვაზე და ეხლა კიდე 3 დღე ჭირდება რომ 1000 ნახვა ხონდეს. არა, კონტენტსაც გააჩნია ახლა ყველა. ამათ უყვართ, ამათ ზოგიერთს ვინც არ იმას აშვება რა ქვია, YouTube-ს არ ემხრობა, გვემხრობა ჩვენნაირ ვლოგერებს და ამათ უყვართ ისინი რო არიან, გიორგი დანელიები და ისინი რო არიან, თავში რო აქვს ავარდნილი და ყოველ წუთას რო იტყლარწებიან და იმას აშვებიან რა ქვია. ძალიან თავში აქვს, მაგ YouTuberებს მე აღარ უყურებ. ძალიან თავში აქვს ავარდნილი. რეგეთები უყვართ, ფოე YouTuberები რო არიან. ხო. რამსები რო აქვს აწეული. ეგ არის დადგმული, ეგ დადგმული ისინია რა ქვია. და ჩვენ კიდე იმას ავშვებით რა ქვია. რასაც ვაკეთებთ, იმას გაჩვენებთ. ისინი არის დადგმული. სახლის მოწყობას გაჩვენებთ, რემონტი. რასაც ვაკეთებთ სახლში, რემონტი იქნება, საჭმელი იქნება, საჭმლის მითმევა იქნება თუ სადმე წასვლა იქნება თუ ესოს დალაგება, სახლის დალაგება იქნება, გაჩვენებთ. და მოჩლაჩულები მოდიხართო, მე ჩვენ გვიწერეთ. მოჩლაჩული მე კი არ მოვდივარ, მოჩლაჩული ისინი მოდიან. ეხლა მე დავდგა ყოველ წუთას რა გავაკეთო და რა არა. დრამები. ხო, ისინი რა ქვია. სპექტაკლი. უყურე ხლა რასაშვება ის. მამალი აფრინდება, მოწვედა ყურძენს, ჯამოფრინდება შეჭამს. ფრიფინა ქათმები არიან რა. ყურძენი ქათამს სოცხობდა. შენ რო გინდა იმასაც ვუყდა. ყურძენი. ყურძენი უყვარს ქათამს. ქათმები. დედა რამდენი რაღაცაა ჩვენმა მაცივარში. ახლა კიდე რომ მოსკენი და სადაც წავიდი. არ ვიცი რა ვიცი. ხო მართლა წელი როგორ აქვს, ხო ისევე მტკივა, ამტკივდა მაინც. მე
მე ვარ მაგრა გაციებული სხვათა შორის. წელი მაქვს გაციებული ძალიან მაგრა. მე ვენტილატორი მომიტირა დედა. ყოფას გიტირებოდა ჯოჯოხეთს მოგიწყობო ეგ არის საქმე. რო არის ნათქვამი ჯოჯოხეთს მოგიწყობ ნიკაო. ზუსტად ეგ არის. ნიკა. მე ავიც ჯოჯოხეთს მოგიწყობ ნიკა. მე ვიცი ვინა ნიკა. არა უბრალოდ ცი. გაციება ხო მართლა მაგრამ ვინიავებ და ვენტილატორი. მე სახში ღამ ვითომ ის არისო რა ქვია. კაი იყო. თელი ზაფხული. კარგია გიათქო და ის მასაკნა რა ქვია. გაცივდა, უბერა და აი ბოლოს სად მოვედი, მოხედავთ. ხალხო. რა დაემართათ აი კათმებს რა. მე რა ვიცი, კოკო. რა ვიცი რა ვერ იყვნენ, დარბიან იქით აქეთ. ზოგადად აი გაციება ძალიან ძნელია, შეიძლება იმ წუთში არ დაგარტყას. იმ წუთში არ ქნას, ხო, მე გიჯდება და გიჯდება. მე უკვე თანდათან იმას აშვება რა ქვია. იფუჭდება ორგანიზმი. დღეს ხვალ და ვითომ რო გვიბერავს ვენტილატორი კარგია. ქსიამოვნებს ცხელა თქო და ის არისო რა ქვია. ცხელაო და კარგია ვენტილატორი რო გვინიავებს. აი კაია. კაი არ არის წელის ტკივილი ნამდვილად. აი კაი. აჰა. და მე კიდე ის არის რა ქვია, სამსახურში რო მასავშვები ზამთარში კიდე არ ვიცი ხოლმე ჩაცმა იმისი. არ შემოვიცვა ხოლმე გამოვარდები ისე იმისავით რა ქვია. ნიფხოყარა ჩოღელი. ნოვიოფლები გამოვარდები ხოლმე იმ სიცივეში, მაიკის ამარა. მაისურის უпроსორად. ვინმე მაგასაც შემისწორებს. ახლა როგორ ხართ თქვენ რა შვებით რა ხდება ახალი თქვენთან? თქვენთან არაფერი ძველებურად. ძველებურად მივიხრიხებთ. ძველებურად ძველი ტრაქტორებით უხრიალებთ. ვახრახებთ. ხო. ისე პრინციპში ახალი ტრაქტორის რიხინებს, მაგრამ ძველი უფრო ცუდად. რიხინით მივდივართ. ზოგადად. აი მანქანა რომ წყობრიდან გამოვა და 905 ჯერ უჭირდება გაკეთება, ისე ვართ ჩვენ ხანდახან. დღეს სუქარია, გუშინდა. გუშინ ქარი იყო, დღეს არ არის ქარი, სად არის ქარი? აი არის როგორ არა. ისევი ქარი. ქარი გრის ქარია. ნახევარი იზოდამ ჩაგასათივი, ამ ქარში ვერავთიბავ ზედ მომაყრის. რაზეა ზედაყრის? იმას ხო უნდა მოვფოცხო რო ჩავიტანო ბოლოში. ხო. მოფოცხილს ისევე უკან წაიღებს და. ხო. რა აზრი აქვს? ზევითაც დავგავის ნახევარი ჩამომიებანია ის რა ქვია. ისევე. დამანებე თავი და ფოთლები, აუ. ახლა როდის ჩამოიცლება ფოთლები? მოდის ნაცრისფერი წელი. ნაცრისფერი სეზონი. მაგრამ ენერგიის სეზონი მოდის. ო, აიცი რა არის? ამ იმაში ენერგიაზე ვარ შეკარო. იცი რა არის ხალხო? ამით არ უნდა მივცეთ საშუალება
რომ დეპრესიაში ჩაგვაგდოს. არა გასურა. სულ იქნება სუწვიმები და თოვლი იყოს და თოვლი მეთქი ის რა ქვია. გრახა ამინდი და თუ ამინდს უგდე ყური და მას გამირეკია მე. სადარი ხრა ამინდზე. ეგ არაფერი ამინდი რო ცუდი. მაინც უნდა გავიდეთ გარეთ. გავიდეთ გარეთ. ვისეირნოთ. ცუდი ამინდიც კარგია. ორგანიზმა უნდა იმასაკნას რა ქვია. აიღოს ეს ცუდი ამინდიც, კარგი ამინდიც. D ვიტამინიც, არა D ვიტამინიც. C ვიტამინი, B ვიტამინი. რა ვიცი. რას ბოდა ხვდებით ხალხო? ძალიან ბოდია რომ ამ ბოლო დროს. ხოია ასე. დღეს რა არის ხვია? დღეს არის მიჩურინის ვაშლი, არ ვიცი. არ ვიცი რა დღე არის. ვიცი ვაშლი? მიჩურინის ვაშლი. გარმაკილარი რაღაცა ნახევარ გირვანქიანი, გირვანქანახევრიანი, მიჩურინის ვაშლი. ავტონოვკა. მიჩურინი ვინღა ოხრობა და ვაშლს რა თქია. ავტონოვკა ქვია. ავტონოვკა ვიცი. მიჩურინმა გამოიგონა ეს გამოიყვანა ეგ სახეობა. მიჩურინის ვაშლი. ვლადიმერ ივანოვი მიჩურინი თუ ვიღაცა. ავტონოვკა. მიჩურინის ვაშლი. ისე იცი რა არის? აი იმას აქვია, კეჩუს. ის უნდა რა ქვია, ავტონოვკა. მიჩურინის ვაშლიოდა. ხო. კი ბატონო. უნდა მიხვიდე ბაზარში და მიჩურინის ვაშლი. მომეცით. სხვა ვაშლი არ წავავით, მაგალითად ის რა ქვია, გოლდენი. წვანე უნდა იყოს. წვანე? მაინც წვანე? მე რა ვიცი, არა, მაინდა მიჩურინის ვაშლი უნდა იყოს. მაინც წვანე, ერთი სახეობა რა თუ უნდა, სხვა რო გავუკეთო. სხვა ცოტა წამჟავები ხო არის. ბევრი ნაკეთო ადამიანმა ქვეყანა რომ რაღაცა გქონდეს. ზამთრისთვის უნდა მოემზადო, ქვეყანა რაღაცა უნდა აკეთო. ყველი ნაყიდი გვაქვს ზამთრისთვის, აღარ ყველი, ერთი ვიდრე ყველი გვაქვს ავზე. მინდა კარტოფილი, ხახვი, ფქვილი, ზეთი 3-5 ლიტრიანი რომ ვიყიდოთ. კარგახანი ყოფნის. კი. და მე ფასტაკლებებზე ისედაც გადმოიყოლებ იმზე. მაკარონი, ეგეთი რაღაცები. ის არა ქვია, წიწიბურა, ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი, მაგრამ ვერმიშელი საფუძვლო ჩვენ არ მიყვარს. ვერგიშველი. კიდე ის რა ქვია? კარაქი უნდა იყიდო. კარაქი ხო. ოღონდ მაღაზიის კარაქი. ზეთი. არა ისიც შეიძლება რომ იყიდო, მაგრამ მაღაზიის კარაქს ჭამე. ერბო უნდა იყიდო კიდე. კი ბატონო. ერთი დიდი კილა რო იყიდო, გვეყოფა. მეტი წილის ზეცაყოფა. ტექსუნიო თუ რექსუნიო თუ რაღაცა რო არის. ხო. ტომატები უნდა იყიდო. ტომატები. 1-2 ცალი. ტომატ პასტები. ხო. კიდე რა უნდა იყიდო? აი ეს ბევრი რამე გჭირდება ზამთარში რა. ხო. ხორცი გინდა. ხორცი საღებილი მოკიდე. ხო. ეხლა სამშია და კიდე რამდენი იქნება. უღონდ მართლა სად რა უნდა წავიღოთ, არ ვიცი. ამიტომ არის ის რა ქვია, ის თონემაცივარი კი არა და დახლიმაცივარი, თონე რა შუაში იყო ხახურო. დახლიმაცივარი პატარები 600 ლარაკის ზოდი. რამდენზე ვართ ვაიმე 34-ზე. ცოტა ღანი და წავიდეთ რომ პურზე მაღაზიაში წავიდე სანამ გათავდა. ხო. დახლიმაცივარები კაია.
ხო რა ღირსნე და 600 წლიანი პატარები ჩვენ დიდი რა თქვინდა დიდი რა თქვინდა ერთ ქორწილის ისწვიან ჩადოთ რა ქვია ქორწილი კი არა რაც გინი ჩაიტევა თელესოფლიოს ხორცი კი არ უნდა ჩავდოთ აქ კაია გიორგი აი ბევრ რაღაცა ახლა მაგალითად აი გაყინულებს გამოიღებ იმაში გადაიტან ხო და მან სხვა რაღაცა შეალაგებ ახლა მოტანი აქ შეალაგებ აი იმეებს რა ქვია გააკეთებ ბლინჩიკებს იმეებს ბლინჩიკებს იმეებს რა ქვია პელმენებით შეგიძლია გააკეთო ვარენიკები ხინკალი ისინი რა ქვია კატლეტები კაბაბი ისინი რა ქვია კუპატები ვისაც გიყვართ შეგიძლია კიდე შედო ისინი რა ქვია ქათამ შედებ ჩადებ იმაში ხორცეულს და აქ შედებ იმებს რაც ესე ნახევარ ფაბრიკატები რაც არის ხო უფ თავი ამეკავა ხალხო ზოგჯერ მე რა ვიცი ნახევარ ფაბრიკატები შედებ აქ ხო რა ახლა სატეობა არ არის მაცივარში ხო ესე რომ შედღლუზავ იმის გემო გადააქ რა ქვია ხორცის გემო და ჩადღლუზე აღარ არის ადგილი ვეღარ რა ადგილი თითი რო დაგეწვას და გაგრილება რო გაგრილება გინდო იქვე წყალი არ იყოს და გაგრილება გინდოდეს იმაში ვერ შეყო მაცივარში ხო უბრალოდ რო გაგახუროს კლიმაქსმა რო შემოგიტიოს ხალხო ადამიანს რო კლიმაქსმა შემოგიტიოს და ცოტა ხანი თავი მაინც რო შეყო მაცივარში ვერ შეყო ჰა კლიმამ რო შემოგიტიოს ვერ შეყო ვერ იმასი რა ქვია უცბად შემოტევა რო გქონდეს რაღაცა კლიმაქსი გიორგი რა საიტყვი რა გადამრიე მართლა უღონდ მართლა შემოტევა რო გქონდეს ვერ შეყო ვერ იმასი ვერ შეყო ვერ გაგრილდები შედამდე არ მოვასიგრილე რო გამოავო ხო მართლა იცი რა მართლა ბევრი არის შეტენილი აი ერთი დღე მაცივარ გამოწმენდა მინდა გიორგი გამოვალაგებ რამდენი რაღაცა დებს ხარხნო რამდენი რაღაცა არის ხარხნო ვერ შტიც ვერ შეყოფა ეს ხანახან კიდე საერთოდ იმას არ შემახურმე რა ქვია გამობარახინდება გამოსამავდება უნდა მეთქვა ახლა უყურე ახალი წელი მოახ პრაზნიკები და შეიტანი გაიტანე სალათები მალათები აღარ გინდა არ რიცი რა ჭამო მე რა ვიცი გულღვიძლით საყიდელი მაქვს ახლა მოვიტანო მეო გული ღვიძლი თირკმელი ისა რა ქვია შაშან არ ჭამე გულღვიძლი და ტყილი მოგამაკიდები არა სუფრა შაშან რა ვჭამე შენს კიდე შაშან არაფერი არ მიჭამია კუდარი ვიყავი ვერ უყურებ კი რა მოვკვდი თუ გადავიტანდი ძველი ახალწელს აღარ მეგონა მე ახალწელს თუ გადავიტანდი ზოგადად კი რა წავედი იქით იმიჯიმდე წავიდა და ის არის რა ქვია სამაღი გიორგ აღდგომაზე მივიდ კარგად აღდგომაზე გაჩიჩილი გავაკეთოთ გაკენჩილიც გავაკეთოთ სოკო შეურიოთ გაკენჩის არ მინდა სოკო კაცო არ გინდა სოკოიანი მაშ სოკო ისე გავაკეთოთ ხო ისე ჩოვებრივად რა ვიცი მე მინდა რომ ჩემი სალათიც გავაკეთო გავაკეთოთ ჩემი საფირმო სალათი რა უნდა გავაკეთოთ შეგანო კიდე მოგდა კარტოფილი იქნება და ეგ მე მომანდეთ მართლა რა კაი სალათი იმას აქვინე ჰა არ ვიცი უღონდ ხალხო რა ქვია ვინც მიდზე შემეკითხება არ ვიცი რა ქვია არ დამიწეროს არავინ რა ქვია არ ვიცი რა ქვია ჩავყარე ყველაფერი ერთმანეთში აურიე მაიონეზი და სალათი გავოვიდა ცოტა მეტი ფილე უნდა და უფრო ფილე ცოტა მეტი და ცოტა მსხვილებად რო დაჭრა ფილე ის არის რა ქვია ჭამის მირთმევისას შეგვხვდება ის ქათმის ისინი ხორცები იქნება პერფექტო დასუნელებული სხვანაირი გემოთი შეიწვა აუ ხალხო რო იმასი რა ქვია დავამარინადებ ხო ისეთი კაი გემო აქვს რო რა ვიცი
შეგიძლიათ სხვათა შორის ისიც გაუკეთოთ, ვისაც გიყვართ, რა ქვია. ცოტა ის მოვასხათ. სუშის რო ატანენ ხოლმე, რა ქვია. ო, დამავიწყე. ბალზამ არა, ბალზამიკო არა. აი, მე ხარ კი ვერ ვიყავ. სოიოს соуსი. არა, იქ არ მინდა. არ მიყვარს ეგ, მე არ მიყვარს ეგ. არ მიყვარს ეგა და. არა, სხვათა შორის იმაშიც კარგი გამოვიდა. თან ზეთშიც ზეთი ის არა ქვია, პაპრიკა და ხორცის სუნელი. ხო, მე დიაფერია. იქნება ვიყიდო ეგენი. ჩვეულებრივ ფარში სუნელი რა. ქათმის სუნელიც არის ცალკე. ხო, და იმაში პაპრიკა და ისინი ცურევია რა ქვია. ის ტოლმაც უნდა გააკეთო და შეაგდო მაცივაში. შეყარო, ხო. ეგრე გეთ რაღაცებს გააკეთებ, ნახევარ პაპრიკატებს. ხო. რო ის რო გქონდეს რა ქვია. ხორცი რო არიდოს მანდა და მეორე მაცივაში გქონდეს. ხორცი არის რომ მოაშეკალო, გამოიღე მოხარშავ გააკეთებ უბრალოდ იმას რა ქვია. სტუმარიც არ მოგივიდეს, ისე რომ მასაკნა რა ქვია. მაღაზიაში რო არ წახვიდე და ის ნათხიპნები რო არ იმასაკნა. იყიდო და არ მოხარშო გაყინულ 70 წლის გაყინული ისინი და შენი გაყინული რო ჭამო და შენი ხელით მოზადებული გამოიღო და მოხარშო და ჭამო რა არ ვითო. უკეთეს? კარტოფილისაც უნდა შეიყარო ისეთ. კარტოფილის, ხორცის, იმის ყველის კიდე ის შეიძლება. სოკოსი. კიდე სხვა არაფერი შეიძლება ჩადო? წომში? ნუ შედო და იმას აკნა რა ქვია. მაღაზიაში რო წახვიდე და ისინი ნათხიპნები არ იყიდო. მე პრაზოლი აღარ მაქვს და დილეს სომ მე კუჭი მკივდება. ხელფას რო ავიღებ, ომეზით ვიყიდოთ. შმომეზით და გომეზით კიდე. მე გეფიცები ხალხ უნდა დავიღალე. წამლებიც დაწყო დავიღალე. როგორ გაძვიდა ის ჩემი წამალი? დოლარენი როგორ გაძვიდა? აღარ წაკლდება. დავიღალე გეფიცები, წამლები, პროდუქტი. ისინი რა ქვია, სარიცხი საშუალებები, შამპუნი, საპონი, ყველაფერი ერთად თავდება. ყველაფერი გჭირდება ადამიანს, ხო? მე მაღაზიაში რო შეხვალ, მაღაზიაში და აფთიაქში და იმებში რო შეხვალ, ხო საერთოდ კატასტროფა ხდება იქ. არ ვიცი. ხალხო არ ვიცი რა პირობებში ცხოვრობ და რა პირობებში გვიწევს ცხოვრება და კიდე როგორ ვარ, როგორ შეგვჭა საღი ნერვები და საღი აზროვნება ზოგადად და საღი ნერვები როგორ შეგვჭა გვაქვს შეჩენილი არ ვიცი. კიდე როგორ მხიარულობთ და კიდე როგორ იმას აშვებით რა ქვია. ვიტანთ ამ ცხოვრებას მაგას ვერ ხვდები. არ ვიცი. მოდი და ვემშვიდობო შვილო. ერთ რამეს ვიტყვი, აი რასაშიც ჩვენ ცხოვრება გვიწევს ახლა და რა პირობებშიც გვიწევს ცხოვრება, რა ვიცი. როგორი ნერვები გვაქვს და კიდე როგორ ცოცხლობთ კარგად და როგორ ვართ ვითომ კარგად ყოფნა თუ ქვია ამ ყველაფერს, არ ვიცი. ზოგადად როგორ ცხოვრობთ. ვარსებობთ გეროთ. ცხოვრება მაგას არ აქვია, ამას არ აქვია. ვარსებობთ უბრალოდ. და მადლობა ღმერთს რომ კიდე რაღაცა გვაქვს. უბრალოდ არ აქვშია თორე დანარჩენი კაპიკათ არაფერი ვარ და. და კიდე ბომბები რო არ აცვია ჰაერიდან. კიდე ეგ არის. კიდე ერთი ეგ არის თორე დანარჩენი საერთოდ არაფერი ვარ და. და გამშვიდობებით ხალხო ხლა მოვიდეოდე მე მაღაზიაში წავალ. აბა ხედა თავიდან მაინც მომეფიქრებინა რამე კაითება.
ხანდახან ბოლოში მომდის ხოლმე ხალხური თემები და ვიდეოები. ხვალე საუბრობთ კაი თემაზე რაღაცაზე. რაღაცა თემაზე ვისაუბროთ. ერთი თემა მეწერა მე ტელეფონში რაღაცა თემა და იმაზე ვისაუბროთ. ხო, ის თემა. რაღაცა თემა მეწერა ხო. ხო. რაღაცა თემა იყო და იმას გვექნა და განხილვა უნდა ჩაგვეწერა იმ თემის. ხო, აბაჰე და ხო და აბაჰე და აბაჰო. კარგად იყავით. დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. კარგად იყავით, მაგრად იყავით. დიდი მადლობა ყურებისათვის, მოსმენისათვის. კომენტარების დაწერისათვის, ესეთი სითბოს გამოხატვისთვის. გაიხარეთ, გამრავდით, გაბედნიერდით. აბაჰე და აბაჰო. კარგად და მაგრად და ჯიგრად. გისურვეთ ხან გავიცინებთ, ხან ვიტირებთ, ხან ვიცინებთ და ხან ვიცეკვებთ და ხან ვითამაშებთ. ხალხო, გისურვეთ პირველ რიგში ჯანმრთელობას. სიმშვიდეს. შვიდობას. და ღმერთის წყალობას. კიდე რა დავამატო? უფლის წყალობის მეტი არაფერი და გწამდეს უფალი და გვიყვარდეს ერთმანეთი. თუ არ გვეყვარება ერთმანეთი, დავაფასოთ მაინც. ერთმანეთი დედა ვერ გვეყვარება ყველას. პატივი მაინც უცეთ ერთმანეთს. ყველას ვერ გვეყვარება იმიტომ რომ ზედმეტად ის არის რა ქვია. არ ვლანძღოთ ერთმანეთი. აბაჰე და არავინ არ ვიცით ნუ რა ვიცი ცხოვრებაში ნუ ჩავერევით. არავინ არ ვიცით ხვალ რა მოხდება და. კი, მართლა. ჯობია რომ ჩვენი საკუთარი ცხოვრებით ვიცხოვროთ. კი, მაგას ყველაფერს ჯობია და უფალს მივენდოთ. ხო. უფალი არის ჩვენსკენ, ჩვენთან. და პირველ რიგში ჩვენი თავის და იმედი სატანას არ მივცეთ ჩვენი სულები. და კიდევ პირველ რიგში ჩვენი თავის იმედი არასოდეს არ დავკარგოთ. და უნდა ყოველ წუთას უნდა უთხრათ ჩვენ თავს, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია და გავაკეთოთ ის, რაც გვინდა. აბა ახლა დაგემშვიდობებით ხალხო. ხანდახან ბრძული აზრები მომდის. აბა ჰე. აი. კარგად. კარგი საღამო.